მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ ფილოლოგიის დოქტორს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, კულტუროლოგს ნინო ფირცხალოვას. მადლობა ნინო, ჩემთან ერთად რომ სტუდიაში ხარ. მადლობა თქვენ. ნინო, ჩვენ ძალიან საინტერესო და კომპლექსური თემა შევარჩიე შენთან სადისკუსიოდ. მინდა რომ ვისაუბროთ ანუ კულტურის კრიზისზე, იდენტობის კრიზისზე, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაშია, რაღაცნაირად განუმარტოთ, ვის აქვს ეს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად მიაწოდოს საზოგადოებას, რომელი კულტურაა სწორი და რომელი კულტურაა არასწორი პირობითად, ხო? თანამედროვე საზოგადოებაში გამომდინარე პოსტმოდერნიდან, როცა ჩემი დაკვირვებით შევედით რაღაც რაციონალობის კრიზისში, ოღონდ იმ რაციონალობის არა, როგორც ჰაბერმასი ამბობდა, ანუ იმ რაციონალობის, რომ შავის და თეთრის განმარტებაშიც კი ორაზროვანი, ასე თქვა, განმარტებები გვაქვს და იქაც არა გვაქვს კონკრეტული ზუსტი პასუხები. ამ კრიზისში თითქოს და კულტურის შინაარსი პოლიტიკურმა დღესწესრიგმა განსაზღვრა, ვის როგორ აწყობს, სუბიექტურად ვის როგორი ინტერპრეტაცია აქვს. მოდი, აი ამ კომპლექსურ თემამდე სანამ მივართ, მე მინდა რომ დასკვნინად წამოვიყვეთ ჩვენ საუბარი. და დავიწყო ძალიან თანმიმდევრულად მივყვე და მივიდეთ შემდეგ ძალიან კომპლექსურ თეორიებამდე, რომ საზოგადოებისთვის რაც შეიძლება საგანმანათლებლო და თანმიმდევრული იყოს ჩვენი მსჯელობა. კულტურა. საზოგადოებას ესმის კულტურა, რა ვიცი, შემოქმედებად, ხელოვნებად, მაგრამ არასოციალურ მეცნიერებებს შეიძლება ითქვას რაღაცა ცოდნის არქიტექტურაა. ანუ ჩვენ როგორ გვესმის სამყარო, ცოდნის კოდიფიკაცია, როგორ გვესმის სამყარო, ანუ ღირებულებები, ფასეულობები, რომელიც ჩვენს გამოცდილებებს აწესრიგებს. თქვენ როგორ გესმით? კულტურა სტატიკურია თუ დინამიურია? ანუ რახან ჩვენ ეს დაგხვდა? ის მუდმივად ცვალებადია თუ რაღაცა ორი ასე არსებობს დინამიური არის. შეუძლებელია რომ სტატიკური იყოს, ეს ნიშნავს რომ ისტორია გაჩერდა. ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ, ხო, ცალკეული ერების, ცალკეული ქვეყნების ისტორიასა და კულტურას შორის. ლამის ერთი და იგივეა. მან და აქ მე მგონი ორი აზრი არ არსებობს, იცვლება და იცვლება სიტუაციაც და იცვლება ამა თუ იმ ქვეყნის ერის კულტურული თუნდაც დამოკიდებულება სამყაროსადმი. მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი ეს გააკეთეთ წინასწარ შენიშვნა, რომ უნდა ცოტა სიღრმეში წავიდეთ და უფრო წინა მასში ჩავიხედოთ, თქვათ როგორ ხედავდნენ თუნდაც ცალკეული თეორეტიკოსები და თვითონ კულტურის იმდენაირი განმარტება არსებობს, მართლა გზაკვალი აერევა ადამიანს, მაგრამ ძალიან ისე უხეშად და მათ რო ავიღოთ, გააჩნია რომელი თვალთახედვით შევხედათ. მაგალითად, ფრანგული და ბრიტანული სამყაროსათვის კულტურასა და ცივილიზაციას შორის ტოლობის ნიშანი ისმება სინონიმურად ცივილიზაციონ კულტურ. დამთავრებული საქმე. აი გერმანულ ენოვან სამყაროში პირიქით სრულიად ეს არის კულტურის, ასე ვთქვათ, მომაკვდავი და საბოლოო ეტაპი არის ცივილიზაცია. აი გააჩნია რომელი კუთხიდან, რომელი გადასახედიდან შეხედა. იმიტომ შპენგლერის ის უზარმაზარი ნაშრომი Untergang des Abendlands და ისე დასავლეთის, ხო? სხვას არაფერს არ ეხება. ძირითადი პათოსი არის სწორედ ის, როგორ არის გახლეჩილი კულტურა და ცივილიზაცია. ცივილიზაცია როგორც თანამედროვეობის კულტურის მომაკვდავი ნახევრად მკვდარი პროდუქტი. და მან უბრალოდ რო გავიგოთ მისი მთავარი პათოსი რა არის, რომ კულტურა ეს არის სწორედ პოეზიის, მითოსის, ფილოსოფიის
სამშობლო და სამყარო იქ ცოცხლობს იმ გარემოში, მაშინ როდესაც ცივილიზაცია ეს არის ჟურნალისტიკა, ბელეტრისტიკა, პოეზიას ჩაანაცვლებს ესა, ტექნოლოგია. ვიდრე მე მართალია დიდად გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ თუნდაც იგივე ჰაიდეგერი 30-იან წლებში რო გვეტყვის ტექნიკურ დღედ გარდაქმნილი სამყაროს ღამეო. შემზარავი ტექნიკური ზამთრის, ესე იგი აბსოლუტური სიცივე. ეს არის, მაგრამ ესეთი მთავარი წინამორბედი ყავთ ამათ, ვინც ასე ვთქვათ, ვისგანაც მოდის ძირითადი იმპულსები, ეს არის ნიჩე. ეს არის ნიჩე და რა არის კიდე მან საინტერესო ნიჩეს ადამიანური მეტად ადამიანური მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომში, როდესაც გველაპარაკება ძალიან მიყვარს ის მისი ეს მეტაფორა თუ რა ვიცი თარჯიმანერებს ლაპარაკობს და სუთიძე ჩამოსათვლელია და გერმანელებს შუამავალი და თარჯიმანეს დავიხსოვოთ ჩვენ გამოგვადგება. ხო, იმიტომ რომ ამის უნარი ყველას არ აქვს. ეს არის და თანაც ეს რა თარჯიმნობა, ეს არ არის რაღაცა მაგიდა და თეიბლ თარგმნო. ერთი კულტურის ენიდან მეორე კულტურის ენაზე რო თარჯიმნად რო ხარ ჩადგარი და შუამავლად და ეს რისთვის მოიფიქრა ეს თავის დროზე კარგი ევროპელის კულტს როდესაც ქმნიდა და აი ამისთვის რა არის რა ინგრედიენტებია საჭირო აუცილებლად ებრაულიც უნდა იყოს იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის ყველაზე ადრეული და ყველაზე ტანჯვაგამოვლილი ხალხი ევროპაში სწორედ ებრაელები არიან აი ამ თარჯიმნობაზე თუ შევჩერდებით ახლა ჩვენი გადასახედიდან შევხედავთ ერთ-ერთი ამ კულტურული თარჯიმნობის გენიალური მაგალითი ჩემთვის არის ილიას მგზავრის წერილები მაინდა-მაინც რომ მიადგა, როდესაც ერთმანეთს უპირისპირებს თას, ყინვარს და თერგს და არც მეტი არც ნაკლები რას აკავშირებს იმასთან ილიას გოეთეს აკავშირებს აკი ბაირონს თერგთან ხო შეიძლება ვიფიქროთ რომ ის დიადია და იმიტომ გოეთე და ეს კიდე ასეთი დაუდგრომელი არა სულ ზუსტად კი რა თქმა უნდა ეს ასეც არის მაგრამ სულ ზუსტად იცის აი პულსზე უდევს თითქოს ხელი იმიტომ რომ თვითონ გოეთეს ძალიან მოსწონდა თავისთავე ამ პოზაში რომ დიდი ოლიმპიელი და გროზე ოლიმპიერი ერქვა და ძალიან კეკლუცობდა ამაში და თვით ინსცენირებას აწყობდა ერთგვარად როგორც დიადი ოლიმპიელი. ამიტომ ძალიან ადეკვატურია და ზუსტია, როდესაც ის აი ამ ყინვართან არის და მთასთან არის შედარებული. მაშინ როდესაც ბაირონი რა კი ბატონო დაუდგრომელია ასეთი ბობოქარი ხო მაგრამ ელემენტარულად დღევანდელ დღემდე დღესაც კი წყალოსნობის სპორტის ერთ-ერთ დამფუძნებლად და წინამორბედად ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გაშლილ ზღვაში გემიდან გადახტა ცურავდა თავს და დღემდე ყოველწლიურად რაღაცა შეჯიბრი იმართება მისი სახელით. ამიტომ კიდევ ერთხელ ზუსტად იცის რომ ეს წყლის სტიქია და თანაც თერგი ვის დაუკავშიროს ვის სახელს და ამ ორ კურდღელს იჭერსთან ამავდროულად. დასაწყისში ძალიან საინტერესო მხატვრული ხერხია. გვეკეკლუცებასავით, რომ არ შეგეშინდეს მკითხველო მეო რევოლუციამ სიტყვამ არ შეგაშინოს. არა დააწყობს რევოლუციას. მე კარლ შმიტი რასაც სივცით რევოლუციას დაარქმევს ისტორიული კონტექსტი როგორც სვლის დამოკიდებულებას აი ამ გეოგრაფიის ფილოსოფიური განცდის და აღქმის ხო და ფაქტობრივად ის რაც ქართულ ცნობიერებაში და კულტურაში პირველ რიგში პრომეთე ამირანის მითიდან წამოის პატრიარქალური სიმკვიდრე, სიმყარე, კლდე, მთა, უძრაო, სტატიკური დინამიკა თუ დინამიკური სტატიკა, რა ვიცი, რაც გინდათ დაარქვით და
მაშინ როდესაც ეს წყალი ეს სახიფათო ეს არის და ამ დროს აწყობს სწორედ რევოლუციას. ამოგიტრიალებს და ამოგიყირავებს, რომ ფაქტობრივად აი ის რაღაცა მოწიწება და ეს ისა კი ბატონო მომცივია და ეს მირჩევნია. ეს ნიშნავდა, მაგრამ მეორე თარჯიმნობაზე რომ ეს ერთი რო ასე მართლა ამ მეტაფორების და ხატების საშუალებით და სახელების საშუალებით ფაქტობრივად საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული რაღაც ხედოს ძირფესვიანად ცვლის. მაგრამ ამავდროულად მეორე მომენტი არის თარჯიმნობაზე როცა ვლაპარაკობთ. ეს დღეს არის რომ სამარშრუტოში რო გააჩერო და კითხო ადამიან გოეთეც იცის და თუნდაც იგივე ილიას წყალობით ხო სკოლის წიგნი ვისაც გადაუშლია და ვისაც პროგრამა გაგვივლია ყველამ ვიცით მაგრამ რა პერიოდში წერს და სულ არ არის ისა რომ და რა პროცენტმა იცის ეს არის სწორედ ის თარჯიმნობა ის გინდა გითხრა და აგიხსნა როგორია ხო გოეთე აი წარმოიდგინე გოროზი, მიუკარებელი, შორეული, აი ეს გინდა, გითხრა, ეს გადარეული. თან პლუს კიდე ეს შედარებითი გეოგრაფია. გეოგრაფიათანაც მეტნაკლებად შედარებით ახალი დარგია. თუნდაც იგივე ევროპის ეს აი ფეხდაფეხ მიყვება ლამის 19 საუკუნის პროდუქტია მართალია უფრო ადრეული პერიოდის ეს 60-იანებში წერს მაგრამ თავისთავად ხო ის რასაც გეოგრაფოსი ამ დარგის სისტემური მცოდნე უზარმაზარ აპარატს გამოიყენებდა ტომებს დაწერდა ამან ერთი მეტაფორის გათამაშებით აი თერგიო რუსეთის მხარესო ნათრევ როზგებ გატარებულ ლომს გავსო ხო ფაქტობრივად 1-2 ფრაზით გაძლევს იმას, რასაც მეცნიერი პატიოსნად აღწერილობით და იმითი ასეთნაირად გადმოგცემდა. აი ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი პირველი და ალბათ საუკეთესო ნიმუში კულტურული თარჯიმნობის შუაში დგას. ნინო. აი კულტურის კონსტრუქციის შუაში უფრო მეტად მონაწილეობს ელიტები თუ მონაწილეობს არაელიტები. აი, ეს არის კიდე ძალიან საინტერესო მომენტი. იმიტომ რომ თითქოს ასეთი ინტერპრეტაციები იყო იმ ადრეულ სოციოლოგიაში, ხო, ადრეულ, არ ვიცი, ინდუსტრიალიზაციასთან თანხმდ. კულტუროლოგიაშიც, რომელიც ხსნიდა მიმდინარე მოვლენებს, მაგალითად, რაციონალობის რკინის ქალია, ხო, მაგალითად, მაქს ვებერის ან გეორგ სიმელის დაუშვათ ინტერპრეტაცია მიმდინარე მოვლენების მაგრამ ის რაც ისინი ხსენენ აი თუნდაც აი ეს მომენტი რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება კულტურა და ცივილიზაცია კულტურაში აი ეს უფრო ცოდნის არქიტექტურა რომელშიც ალბათ რაციო არის და ამ რაციოში გადარჩეული არის ცოდნის კონკრეტული ასე თქვათ არქიტექტურული ნიმუშები და მეორე ცივილიზაციაში რომელშიც ბევრი ნაგავია. ეს მოგვიანებით ალბათ სიმულაკრების სახით ასახა უკვე ჟან ბოდრიანმა, მაგრამ ბევრი ნაგავია. ქალაქი და სიძულვილი ელემენტარულად ნაგავი ახსენეთ და ხო თანაც პარიზია ხო საუბარი რაღაც სილამაზის სიყვარულის წინასწარ მეტყველური ინტერპრეტაცია. ანუ მე როცა ამ კლასიკურ პოსტმოდერნულ სოციალურ თეორიებს როცა ვეცნობი ამ კითხულობ ისინი მაინც მოდერნულ საზოგადოებას ანალიზებენ, სადაც ჯერ კიდევ მე მგონი არ არის ის პოსტმოდერნი, მაგრამ აი ახლა რაც არის ალბათ ამაში უკვე არ შეიძლება პოსტმოდერნი საერთოდ კითხველი რეალურად არსებობდეს. დღეს აი ღამეზე რომ ჰაიდეგერის ის ტექნიკური ღამე ტექნიკური დღე რო ვახსენეთ. ხო აი ტექნიკურ დღედ გადაკეთებული სამყაროს ღამე რას ამოვიდგინა უკვე 35 წელს არის და ეს ფრაზა დაწერილი უკვე მაშინ არის მისთვის ქვეყნის ქცევა აღდღევანდელობა ალბათ გამიჯდება ეს ელემენტარულად ეხლა გამომდინარე როგორი დინამიკაც შეიძინა ამ კულტურამ ცხადია მე გეთანხმებით აბსოლუტურად და კულტურა დინამიურია და შეიძლება იყოს სტატიკური ხო
რატომ შეიძინა კულტურამ აი ისეთი მექანიზმი უფრო ასევცვლი კითხვას, იმიტომ რომ ხედავ რომ კულტურას არა მხოლოდ კულტურის რაციონალური მქმნელი აგენტები ქმნიან, არამედ სხვების ქმნიან, ხო? ისეთების, რომლებიც მაინც და მაინც აი ასეთ ღირებული, ინტელექტუალურ, რაციონალურ არქიტექტურებს არ გვაწვდიან. რატომ შეიქმნა ესეთი რეალობა, სადაც არსებობს უკვე აი ამ დაგვარი უკვე თანამედროვე კულტურის შექმნის შესაძლებლობა, სადაც აი ეს რაციო აბსოლუტურად გათხაბნილია, გადასარჩევია, ანუ სპეციალური ცოდნა საჭირო დღეს. ამას უწოდეს მედია წიგნიერება, ეს ტერმინიც ხო არ არსებობს. მედია წიგნიერება, ანუ შეიძლება ასეთი რაღაცა რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში დათვურ სამსახურს წევს. ხო. ძალიან ხშირ შემთხვევაში. ანუ კიდევ არსებობს ესეთი გონებრივი ჰიგიენას რაღაცა. ეს ჰიგიენა ყველაფერზე არის დაწყებული ძილის ჰიგიენიდან დამთავრებული სოციალური ჰიგიენით, რაც ძალიან მოირგეს. ეს რატომ შეიქმნა? რამ შექმნა აი ესეთი შესაძლებლობა, რომ კულტურაში შემოვიდა ესეთი ბევრი ესეთი პლასტი, რომელიც რაციოს აღარ ექვემდებარება. ბუნებრივი მომენტი არის, იმიტომ რომ ალბათ პირველ რიგში ის მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ, რასთან გვაქვს საქმე, რაზე ვსაუბრობთ, კულტურის შეფასებაზე ვსაუბრობთ თუ უკვე რაღაცა გარკვეულ მომხდარ ფაქტებზე და აი ინოვაციებზე და ასე შემდეგ. აი ეს არის მართლაც ის მუდმივი ჭიდილი და დავა, რაც თითქმის არ სრულდება. მაგრამ საინტერესო არის თუნდაც აი ჩვენი კონკრეტული მაგალითი რო ავიღოთ, ხო, ჩვენი კონკრეტული ქართული კულტურის მაგალითი, უფრო მადლიერი საქმე არის. ხო, ელემენტარულად მეტნაკლებად ისეთი კონტექსტში რო გავაანალიზოთ და დავინახოთ, რამდენაირი ცვლილება გამოიარა თან სულ სხვადასხვა მარკერმა. დაწყებული, ხო? ყველაფერი იდენტობის მარკერია. ლანდშაფტი, ქალაქი, ენა, რა ვიცი მე რომელი ერთი. ნუ ლიტერატურაზე და მასე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. მაგრამ როგორ იცვლებოდა სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ეპოქაში. ელემენტარულად აი ამისი ნათელი მაგალითი, ხო? ყველას მოგვდგამს და სკოლიდან ვეცნობით ამ იმას. თუ აი ელიტა ვახსენეთ, ხო? სულ ადრეული ელიტა რო ავიღოთ, ჩვენი ინტელექტუალების პირველი თაობა, რომლებმაც ფაქტობრივად გადაგვარჩინეს, რაც არ უნდა იყოს. და აი ის პათოსი, რაც ჩაიდო მამული ენა სარწმუნოება. ყველა თითეული ეს კომპონენტი კითხვის ნიშნის ქვეშ რო იყო, ხო? მე-19 საუკუნის ეს შუა პერიოდი. ფაქტობრივად თან ესეც ძალიან საინტერესო არის, რომ აი ეს მამული როგორი არაერთგვაროვანი სიტყვა ნებისმიერ სხვა ენაზე, ну, მეტნაკლებად რაც ხელმისაწვდომი არის, ეს არის отчизна, отечество, fatherland და ასე შემდეგ, პატრი, мама, სადაც ფიგურირებს, ანუ სახელმწიფო. მაგრამ ერთადერთი ქართული ახლა ამ ჩამონათვალში ენების ერთადერთი ქართული, სადაც ამბივალენტური მნიშვნელობა აქვს. მამული როგორც საკუთრება, იმიტომ რომ იქ გრუნდბეზიც, რა ვიცი, მე 1000 სხვა ისინი აქვს მნიშვნელობა. ეს ხალხი მეტწილად თავადაზნაურობა. და აი ეს ემოციური დამოკიდებულება სახელმწიფოებრივობა დაკარგული ქვეყნის მიმართ. მამულია. უნდა ის სახელმწიფო ვერ გეყარებ. სხვისია და თავსმოხვეულია. აი ეს სწორედ განსაზღვრელი შეიქმნა და თანაც უმეტესობა ხო ვიცით ამერიმერის თავადაზნაურობა არის. ვინც ამ პირველი თაობიდან წამოვიდა. და ეს არის ხო, ну, იგივე გოგებაშვილი ენა რო გადაგვირჩინა კაცმა ელემენტარულად. და აი სადღაც 80-90-იანი წლებიდან უკვე სიტუაცია იცვლება. ასე პირწმინდა თავადაზნაურულ სინიორიდლური აღარ არის. ხო, ეს რაზნოჩინები შემოდიან. იგივე ნიკოლაძე, იგივე სერგი მესხი. აქ უკვე სხვა პათოსი არის.
როგორც კი უსვამ საკუთარ თავს იდენტობის საკითხი რო დაისვა პირველად ვინ ვარ მე და რა ვარ როგორც კი ამას სვამ და ეს კულტურის მთავარი და განსაზღვრელი ის არის მე იწყება უკვე ყველანაირი და დანარჩენი კონსტრუქციები მაშინ იწყებ მოიხედავ მარცხი ვინ არის მეზობელი და იმითი იწყებ მე ცდილობ რომ განსაზღვრო ვინა ვარ მე და აი ეს რაზნოჩინების 80-იანი 90 და უკვე მამული ენასარწმუნოება გარკვეულია და ნუ ეს არის სწორედ ის მთავარი ასე ვთქვათ გენერალური ნარატივი რომელიც დღემდე გვინახავს მე მგონი და მაგითი გვიდგანს დღემდე სული ევროპა როგორც მასწავლებელი მოიხედა ეს რუსი შერჩა იქით აზია შერჩა წინ თუ მინდა რაც ასევე დღესაც თან როგორ აქტუალურია თუ მინდა წინ წავიდე და მომავალი მქონდეს ესთან ის ხალხია ეს მგზავრის წერილები ხო ეს სრულიად გენიალური ეს არის და რო წერს ოღონდ ისევ და ისევ იმპერია ეს ხალხია რომ აი იგივე ევროპაში რო იღებს განათლებას და მათი აღწერა ამ ევროპაში მოგზაურობის და მათის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ევროპა არის მასწავლებელი და ეს არის ის პათოსი რითიც იმსჯვალება და საქართველოს ასე ვთქვათ კულტურის მომავალი და კულტურული ენა კულტურის ენა უნდა იყოს სწორედ ეს და ძალიან საინტერესო არის რომ უკვე მოგვიანებით ფრანგები რასაც ფენდესი ეკლს ეძახიან ანუ საუკუნეთა მიჯნა მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნა მხოლოდ ამ ორი საუკუნის მიჯნას ეძახიან აი ამ საუკუნის დასასრულს ახალი პათოსი ამ ახალ პათოსში რატო აღარ არის ესეთი სკრუპულოზური გადარჩევა კულტურული ნიმუშების რომ ეს კულტურული კონსტრუქციები ესეთი ღრმად რაციონალური იყოს და ძალიან ბევრ რაღაცა ისეთ არასწორი ინტერპრეტაციების საშუალებას ტოვებს. ეს შეიძლება უახლესზე თქვათ. მოდი ეს დავამთავროთ ეს ის რაც აი ამ საუკუნეთა მიჯნაზე არის სრულიად ახალი ხედვა. ოღონდ მან ასე ვთქვათ იმპულსი მეტწილად უცხოელებისგან წამოვიდა ქართული კულტურა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. უკვე ის გარკვეულია მამული ენასარწმუნოება ევროპა რომ მასწავლებელია და შეუცვლელია, მაგრამ უკვე მარტო ევროპაც აღარ გაკმაყოფილებს. და ამ დროს მოდიან ეს უცხოელები პირველ რიგში ევროპელები, ეს ინტელექტუალები, ფილოსოფოსები, მოგზაურები და ხვდებათ ქვეყანა რომელსაც ლამის წესიერად ხეირიანად რუკაზე ვერ იპოვიან პირველ რიგში მოდიან როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილში მერე უკვე მოდერნიზებული ანუ საბჭოთა კავშირში და ხვდებათ სრულიად სხვა სამყარო და ხვდებათ ეს დღეს არის რომ არ გვიკვირს რომ ნებისმიერ ევროპულ მეგაპოლისში შეიძლება კილომეტრები გავიაროთ და ევროპელი არ შეგხვდეს ლამის ნუ ვაჭარბებ რა თქმა უნდა ვამუქებ მაგრამ იმ დროს არ არის ესა და მოდიან ქრისტიანულ ქვეყანაში და ხვდებათ ადრეული გლობალიზაციის მიკრო-მინი მოდელი. რა თქმა უნდა სახელი და ამ ტერმინოლოგიით არ მუშაობენ, მაგრამ პირველი რასაც იწყებენ პუშკინიდან მოყოლებული დიუმა იქნება და მე უკვე მე-20 საუკუნის ხალხზე აღარ ვლაპარაკობ ეს არის უზარმაზ ჰამსუნი იქნება თუ ვინგინდა უზარმაზარი ჩამონათვალი ერების, ეროვნებების, ეთნოსების, ენების რადუხს და ეს მუსიკის აი ეს ადღვებული ეს ხმები, ეს ფერები ამ ქალაქში ესეც ხო ერთ-ერთი კულტურის უმთავრესი ის არის ხო მარკერი ამაზე უფრო ეს აი და რო ვთქვი მან ძალიან საინტერესო ეს რაც ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ ეს ჩვენი ეს სამი ძირითადი ეტაპი ასე აღვიქვა მე და იგივე ჩვენ კულტურას ხო ერთი მე-19-მე-20 საუკუნე იგულისხმება პირველ რიგში ერთი გვაქვს უცხოელების პორტრეტი ჩვენი კულტურის
სადაც აუცილებლად ხაზგასმულია ეს მრავალფეროვნება, მრავალეროვნება, ასე შემდეგ და ეს მულტიკულტურულობა, ის რისთვისაც იბრძოდა მე-20 საუკუნიდან მოყოლებული მთელი დასავლეთი, ხო? და გვაქვს ნიჭიერი ხალხი ვართ, ხო, მთელი ეს არსენალი როგორ ავითვისეთ და როგორ დავიწყეთ ჩვენ თვითონ ავტოპორტრეტის ხატვა. ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება. კი ბატონო. აი ამ მექანიზმის ინჟინერიაში რა, რომელიც ქართული კულტურის მექანიზმის მშენებლობაშია. ეს მინდა ელიტური პროცესია, ანუ თერგდალეულები, ძალიან განათლებული ადამიანები და საზოგადოების უმრავლესი ნაწილი, რომელსაც განათლება არ აქვს, შეიძლება საშუალო განათლებაც არ აქვს. ამ პროცესს მიყვება, იმიტომ რომ ან გამოთიშულია პროცესი და იმიტომ მიყვება, ან არა და ავტორიტეტებს ენდობა და მიყვება. აი ეს შესაძლებლობა, რომ ჰარმონიულად არქიტექტურა შეიქმნას. შექმნა თუ არა იმ შემთხვევითმა შესაძლებლობამ, რომ კულტურა საყოველთაო მოდუსში ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და მის შექმნაში ყველა არ მონაწილეობს. მონაწილეობასაც მეტნაკლებად მან ალბათ მნიშვნელოვანია გაცნობიერებულად მონაწილეობ თუ გაუცნო შენ და უნებლიეთ, ხო? მაგრამ მოდი ვთქვათ ასე, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, წმინდა ელიტარული, ის რითიც დავიწყეთ, ხო? იგივე ის გოეთე და ბაირონი. ილიას მაშინდელმა თანამედროვემ და თანამემამულემ განა რა პროცენტმა იცოდა. ხო, აი ეს არის ისევ და ისევ დანერგა. და მატულობს. აი მე უკვე 80-იანებიდან რომ ეს რაზნოჩინელები რო ეს უკვე აღარ არის წმინდა წყლის, ასე ვთქვათ, მარტო სისხლით და ჯიშით არისტოკრატია, ეს უკვე გონის არისტოკრატია მოდის. ხო, გონის არისტოკრატია, მერიტოკრატია, რა ვიცი, რაც გინდათ და არ ვქვით, ეს უკვე ის გამოწვევა, რომ ფაქტობრივად, რომ ასე ვთქვათ, უჩხვლიდა და უკბინა გამოწვევა წამოვიდა. და მე უკვე შემდეგ ეტაპზე რომ გადადის და აი ის მესამე ეტაპი, რაც ვთქვით, სწორედ საკუთარი თავის განცდა იმ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომ ამითია შენ მარტო მოწაფე არ ახარ. შენ აი რატო დავიწყე თარჯიმანიერით? ხო. ნიჩეს თარჯიმანიერი რატო? იმდენი უჩიჩინეს, დაუჯდაჭკოში. ფაქტობრივად მე უკვე შემდგომი პერიოდის ჩვენი ლიტერატურა ძალიან იყენებს ამ თბილისის აი ამ შესაძლებლობას, მაგრამ რა არის ძალიან საინტერესო? საინტერესო ის არის, რომ ვთქვი, რომ მინი მოდელია, მიკრო მოდელი არის ადრეული გლობალიზაციის თბილისი, მაგრამ ქართლის ცენტრია. და ჩამონათვალი ნახევარი გვერდი უჭირავს ხოლმე ამ უცხოელების ჩამონათვალ, ჰამსუნი იქნება თუ ვინ იქნება, რა ჯურის ხალხი ირევა. ვინ არის ცნობს განსაკუთრებით მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე, მეორე ნახევრამდე ამერი ქართველი. ის თბილისელი გაცილებით უკეთესად იცნობს იმ სპარსელს, რუსზე, თუნდაც გერმანელზე, კოლონისტები რო არიან, მაგაზე არ არის ლაპარაკი. ყველა ისეთი საინტერესო წერილი აქვს ერთი იაკობ გოგებაშვილს, რომ მოუწოდებს, რომ ხალხო ისეთი კარგი და ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვები გამოდიან, როცა ამერი დედა დედმამა გაერთიანდებაო. ფაქტობრივად ისევ თარჯიმნობა უწევს, ოღონდ შიდა ქართული თარჯიმნობა უწევს. მაგრამ კიდე ერთი რაღაცა არის მან ძალიან საინტერესო. აი ეს, როგორც 60-იანიდან მოყოლებული ის მამული ენა. მე უკვე ევროპა როგორც მასწავლებელი. აი ეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რო გადახედო ასე ვთქვათ 900-იანი წლებიდან მოყოლებული 20-იანის მეორე ნახევრამდე, მე-20 საუკუნის. ტიციან ტაბიძე იქნება, პაულო იაშვილი იქნება, რა ვიცი, ეს რობაქიძეზე აღარ ვლაპარაკობ. მასთან ეს არის ალბათ ცენტრალური და ძირითადად ეგება მე ცოტა უფრო დაწყრილებითაც 1-2 სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფენომენია თავისთავად, მაგრამ წდება სადღაც 27-28 30 სიკით
დამთავრებული საქმეა. ხსენება არ არის. რატომ იდეოლოგიზირებაზე და კულტურის ინსტრუმენტალიზაციაზე ვლაპარაკობთ? რატო? მოდის ძია სტალინი 1930 წელს ეს ავაცახსენებელი, ყველა ავაცახსენებელია, მაგრამ ის განსაკუთრებით მე-16 ყრილობა და რო გამოაცხადებს შინაარსით სოციალისტური ფორმით ნაციონალური საბჭოთა ხელოვნება, საბჭოთა ერების ხელოვნება. ეს არის სწორედ ის რაღაცა ფუყე რიტორიკა, ფსევდოდიალექტიკის ასეთ განცდას როზე, ეს არის რაღაცა მცდელობა ლენინისეული აზრის და მოსაზრების, რომ ნაციონალური და ეროვნული არის მხოლოდ ბურჟუაზიული კულტურა, ხოლო პროლეტარულ სოციალისტური იქნება მხოლოდ ინტერნაციონალური და ახლა უდრიალა და შექმნა აი ასეთი ნაზავი, რომ შინაარსით სოციალისტური ფორმით ეროვნული და ნაციონალური, რასაც დღემდე ვიმკით, აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო ისევ და ისევ აი კულტურიდან და ლიტერატურიდან და ძალიან საინტერესოა. ის რაც მე სტალინიდან მოყოლებული და მე ზასტოის პერიოდის ასე ვთქვათ პირმშოვარ 60-იანი 70-იანი წლების მე არ ვიცი თქვენ ახალგაზრდა ხართ და ამას არ შესწრები ხართ აი ეს ყბადაღებული კრემლის სვეტებიან სასახლეში რო ეწყობოდა ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე ეს გალასაღამოები 7 ნოემბრის დიადი ოქტომბრის რევოლუციის იქ მაქედან დაწყებული მილიციის საბჭოთა მილიციის დღის აღნიშვნით და რა იყო მთავარი და ძირითადი 15-ვე რესპუბლიკას თავისი ასე ვთქვათ კულტურული კვოტები ჰქონდა აუცილებლად, რუსებს რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ნომერი, თავარი. და აუცილებლად შედიოდა კლასიკის შესრულება, ყირგიზი ოპერის სოპრანო გამოვიდოდა, მერე იგივე ის ყირგიზელები თავის ყირგიზულ ნაციონალურ სიმღერას ან ცეკვას შეასრულებდნენ და ეს იყო, ასე ვთქვათ, გამრავლებული 15-ზე. ჩვენ როგორც განსაკუთრებით ნიჭიერ და ცუდრუმელა ბავშვებს, მე მგონი 3-4 ნომერი გვერგებოდა ხოლმე, როგორც გამორჩეულს. ეს ჩოხებში და ემაში. აი მაქედან იწყება. რა არის საინტერესო? და ეს ჩოხოსნობის ისა მე დღემდე ეს გარეგნული ფორმა ფაქტობრივად აი ეს შეფუთვა და გაყიდვა აი ამ ნაციოეთნიკური აი ამ რაღაც თავისებურების და ეს რო გამთლიანებს და ამან მოწია მე საბჭოთა კავშირი დაიქცა და თურმე რამხელა ეს ქონდა ჯავრი და ბოღმა ცალკეულ ერებს ერთმანეთის მიმართ დღემდე რო ვერ ამოვედით მაქსისხლიდან და მაგუბედურებიდან მაგრამ აი საინტერესო მასკარადული ეს მასკარადულობა და გადაცმა და გადმოცვა და ამითი თამაში. უკვე მეთით შეგვიძლია დავინახოთ. ძალიან საინტერესოა რობაქიძე ვახსენეთ და რობაქიძესთან მეგობრობდა ნიკას კაზანძაკის. ასე ძალიან ცნობილი. და იმას აქვს არაჩვეულებრივი წიგნი ფრანგულად აქვს დაწერილი. ხოშის პარიზში ბერგსონთან დაიცვა ნიჩეზე. მაშინ დაიცნეს ერთმანეთი ორი გაბაბანებული ნიჩიანელი ერთმანეთს აი როგორც საიდუმლო ასე ვთქვათ ლოჟის წევრებმა მაშინვე შეიცნეს ერთმანეთი და 1925 წელს და 29 წელს სტუმრობდა საქართველოს. ოღონდ საქართველოს შედიოდა მის დიდ მოგზაურობაში საბჭოთა კავშირში. რა თქმა უნდა, როგორც არაერთს მასაც მაქსიმ გორკისთან მეგობრობის წყალობით მოუწია საქართველოში ჩამოსვლა. და ერთ-ერთ სუფრაზე, ქრისტე ხელახლა ეწამა თუ იქ ბათუმში ეპიზოდებიც არის ომში. ერთ-ერთ სუფრაზე, რომელიც ფაქტობრივად
იმეორებს და არ დაგვაწყდეს ერთი წლით ადრე უკვე თარგმნილი აქ გერმანულად თარგმნილია გველისპერანგი და ამან კაცმა რომელმაც ფაუსტი თავის დროზე თავის თანამემამულებს ბერძნულად თუ თარგმნა და ნიჩეზე აქ და არაჩვეულებრივად ფლობს ფრანგულის გარდა გერმანულსაც ხო და ფაქტობრივად აი იმ ნადიმის აღწერა სადაც ეს მათი შეხვედრა ხდება თითქმის ერთ-ერთს იმეორებს გველისპერანგის მაგრამ რა არის უფრო საინტერესო დიქტატორ მაგიდის დიქტატორი თამადა ის კულტურული თარჯიმნობა ბატონო თქვენი კულტურული თარჯიმნობა თამადან ასე წერს და მაგიდის სუფრის დიქტატორი განუმარტა ასე ვთქვათ თავის თანამემამულებს ვინ არის თამადანი უბრალოდ ევროპელებს იმიტომ რომ ფრანგულად არის ხო იმისთვის რომ ყველამ წაიკითხოს საზოგადოდ მთელი ევროპისთვის არის თარგმნილი და იქ მღერიან იქ ეს ღვინო სადა და ამ დიქტატორმა მოგრეთ ახლა ვცეკვათ და ზუსტად მეორდება რაც ხდება გველისპერანგში მაგრამ გველისპერანგში რაც ხდება იმეორებს ნიჩეს ტრაგედიის დაბადება მუსიკი ცეკვა სიმღერით გამოხატავს ადამიანი თავის თავს ნიჩე წერს მერე ამას ნიჩეს თარგმნის ლიტერატურის ენაზე ჩვენი რობაქიძის თარგმას მერე გვაწუდის ეს მაგრამ მანდ არის ყველაზე უცებ და ბრძანაო დიქტატორმა ახლა ცეკვაო და უცებ რო წამოიშალნენო და აი ამ შავ სმოკინგებში და ფრაკებში გამოწყობილი ქართველი რაფინირებული ინტელექტუელი რაფინე უცებ გარდა ისახნენ და გარდა აი ამ ცეკვაშიო აი ამ სმოკინგების და იმის მიღმაო მათი მამაპაპური ჩოხები გამოჩდაო აი ბატონო ეს არის სწორედ ის ჭეშმარიტ აი კარგი ტყვილი აბატონ ეს არის ის რასაც ვერ დამალა და ის არის რაც მე ხა დღესაც სავალალოდ ხდება ასე ვთქვათ ეთნიკური რაღაც კარნავალურ უგემოვნო მასკარადის სახით ხო ზოგს უხდება ზოგს ნაკლებად უხდება აი ეს ჩოხოსნობა და ასე შემდეგ ხო აი ის რაც და ნუ კაზაძაკიში უნდა იყო ის რაც დაინახა სწორედ აი ამ რაფინირებული წარმოიდგინეთ ხო უდახვეწილესი და იქვე არის ეს რობაქიციც ანუ ჩვენს კულტურის კონსტრუქციაში მიიღო მონაწილეობა აი ამ განსაკუთრებულმა ადამიანებმა ხო თეგდალოვის პირველი მეორე მესამე კონფლიქტების კონფლიქტი რა თქმა უნდა ეს არისო ისეთი ეს კონფლიქტები ამდიდრებს კიდევაც უბრალოდ პიროვნებები განიცდიან და ეს თორე ჩვენ ვხეირობთ ხო ცხადია ეს არისო სპეციალურად შექმნილი რაღაცა სასემინარო თუ სალექციო ჯგუფი რომელსაც რაღაცა პროექტი უნდა შექმნას ადამიანები იყვნენ ძალიან ჩაულებრივად თავისი აი ამ მათი შემოქმედებითი აზროვნების და პროდუქციის და კამათის შედეგი არის რაღაცა ქართული კულტურის, ქართული იდენტობის ძირითადი გადარჩეული ინტელექტუალური კონსტრუქცია, მაგრამ შემდეგ აი საბჭოთა რეალობა. აი მიშელ ფუკოს აქვს ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი ცოდნა ქმნის, ანუ ცოდნარი ძალაუფლების მთავარი, ასე თქვათ, მექანიზმი. ანუ ცოდნამ შექმნა რაღაცა მორჩილების შესაძლებლობა. კერძოდ მაშინ როცა ჩვენ ეს კულტურული რეალობა შექმნილი გვაქვს იმათმა რა ცოდნა მოგვახვიეს თავზე რომ არ აღმოჩნდა ჩვენი უკვე შექმნილი კულტურული კონსტრუქცია საკმარისი რომ აღმოჩნდით საბჭოთა მოქალაქეებად გარდავიქმნით ანუ შეიძლება იყოს ადამიანები რომლებიც აი ამის ნაწილად თავს არ თვლიდნენ მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი იყო ასევე ის ვინც და მაგას ვიმკით დღემდე აბსოლუტურად შერწყმული იყო სისტემასთან აბსოლუტურად შერწყმული იყო საბჭოთა ცეხავიკობასთან საბჭოთა კულტურასთან და
სამწუხაროდ ეს გამოძახილი დღემდე იმ ცოდნამ ისიც ხო ცოდნა, ისიც ხო ცოდნის არქიტექტურა. რატომ არ იმუშავა ისე, რომ ჩვენ გადავერჩინეთ აი ამ საბჭოთა ძალმომრავლობისგან? ხო, ახლა პირველ რიგში ისიც უნდა გავითვალისწინოთ ეს ახლა გვეფლირტავებიან თუ ამას ეს ქვია რბილი ძალა, არც თუ ისე რბილი ძალა იყო, ის ძალა სწორედ იმ გულაგებით გაძლიერებული და ტანკები რო დახრიგინებდა და ეს ისა 37 გამოვლილი ხალხი ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ სათავისოდ. ხო? ზუსტად იცოდნენ ვისთვის უნდა დაერტყათ პირველ რიგში და ხდებოდა ყოველი 10 წლეულის განმავლობაში ლამის 99 წლამდე რისი მოწმეებიც შევიქენით ეს გამოცხილვა და განადგურება ხო ასე რომ მასე მარტივი არ იყო თან კიდევ ის მომენტიც რომ ნუ ერთი იმან გადაარჩინა რომ მეტი წილი ეს ბავშვები 37-38 წელს გულისხმობ პირველ რიგში მამა დაუხრიტეს დედა გადაუსახლეს სტანდარტული ესეთი ინტელიგენტური არისტოკრატული ესეთი ელიტარული ქართული მართლა მამულიშვილური ოჯახიდან ხო რჩება ეს ისა იგივე რუსეთში განწირული იყო უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაბარებისთვის აქ ისევ და ისევ ჩვენმა კულტურამ გადაარჩინა უმეტესობა როგორც წესი ხან საწყლებს რამდენადაც ვიცით ხო ეს მოგონებებიდან ზოგს კარადაში მალავდნენ და მე როგორც წესი ან მეზობელი უშველი და ან ნათესავი და ყოველთვის მეტწილად პატრონი გამოჩნდა ხო თუნდაც რომელი ერთი და უნდა გავითვალისწინოთ და მე უკვე რაც ნეხი მარტოა საფუძველი აქვს უკვე იმას მორღვეული და რჩება ამ უზარმაზარი უშველებელი ძალის აი ამ მექანიზმის პირისპირ ისიც იცოდნენ ვინ როგორ დაეთრიათ სათავისოდ აი ეს არის თლათ ეს თავისი ახსნა აქვს მეტნაკლებად და კიდევ ერთხელ ვამბობ გაწელ გამაგრებული და გაძლიერებული მთელი მუზარმაზარი გულაგების სისტემით მთელი ხელა არმიის და ხო ელემენტარულად თუნდაც ის ფაქტორი და მომენტი რომ ჯარში გაწევა არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავდა რომ საქართველოში ან თუნდაც კავკასიაში თუ მოხდებოდი შენზე ბედნიერი არავინ არ იყო მე ჯერ კიდევ მაგას მოვესწარი ხო ეს იყო სადგად მოგისროდნენ ღმერთმა იცის ეს ამ ხელა ქვეყანაში კიდევ კარგად გავძელით კიდევ ისეთი კარგი რეზისტენტული ის ქონია მაგრამ ამავდროულად აი შემგვევლურით ხო ორი დიალექტიკური არის ხო ორივე ერთდროულად ელიტა რომელიც ქმნის კულტურის დღესწესრიგს მოაშთეს სახალხო კულტურაზე დაიდო ფსონი და სახალხო ახალი პლუს ახალი ელიტის გამოძერწვა ახალი ჯიშის გამოყვანა შექმნათ ნამეტანი ესეთი სიტყვა არის კარგი სიტყვა არ იმსახურებენ ჯიშის გამოყვანა აი მართლა ჯიში გამოყავდათ რომ იქ გამოგადგეს აი იმ კრემლის სვეტებიან დარბაზში თავი კარგად წარმოაჩინა რო აი ის დამპიტაური იქნება თუ ის ხალხური და ის ფაქტობრივად ის რაც მე უკვე მასკარადის და მუდმივ მოქმედი კარნავალის უგემოვნო თანაც კარნავალს რა ჯობია და მასკარადს ხო მაგრამ უგემოვნო იმის სახით ლამის დღემდე რომ მუშაობს ხო აი ეს არის რაღაცნაირად საკუთარი კულტურის ესეთი გაუფასურება როდესაც ხდება თორე აი ის რაც ჭეშმარიტ იმიტომ ჩემთვის ის მაგალითი კაზანძაკისის იმ ტექსტში რო აღწერს რომ უცებ ეს დახვეწილს რომ წამოფრინდებიან და
დავინახეო ამ ფრაკების და სმოკინგების მიღმა, აი ეს მათი მამაპაპურიჩო ხო? აბატონო. ანუ ჩვენი კულტურული დნმ-ი აი ამ საბჭოთა დროს უფრო შევინახეთ აი ამ სახალხო კულტურაში და არა ელიტურ კულტურაში და აი ამ სახალხო კულტურაში არსებულმა თუნდაც აი ნოდარ დუმბაძის მთელი რაღაცა ეს რა ვიცი ლიტერატურული მემკვიდრეობა უფრო ზუსტად ესეთი არა ელიტური ტიპის ასე თქვათ ინტერაქციების კულტურაა ხო? კი ბატონო. და იქ არის იგივე იმ ორგანულთან რაც აკავშირებდა რასაც არის ყოველგვარ პოლიტიკური რა ვიცი ფსონი რომ მოდი რა ვიცი აქაც რაღაცა რატომ უნდა შეეცვალათ ან რა მიზეზი უნდა ქონოდა ამას მაგრამ მოდი შევქმნათ ქართული საბჭოთა კინო ქართული ლიტერატურა ქართული მეცნიერება და მეცნიერებაშიც კი ძალიან ბევრს მიაღწია ასე თქვა კონკრეტ ქვიანდელმა უფრო 60-70 მაგრამ იქ 30-იანებში ზოგიერთ სადოქტოროებს რა ვიცი უმტკიცებდნენ რომ ეს ძირითადები ვინებიც იყო ესენი ჩამოეშორებინა და იმათ ადგილები დაეკავებინა. ეს წითელი პროფესორის ისა და კიდე ერთი სიმახინჯე რა მეცნიერება ახსენეთ ეს მხოლოდ საბჭოთა ემანიცის საბჭოთა ქირურგია ღმერთო ჩემო საბჭოთა კარდიოლოგია უკაცრავად არა საბჭოთა კარდიოლოგიაში გული მარჯვენა მხარეს არის აი რას ნიშნავს საბჭოთა მათემატიკა ხო იყო ასეთი სახელმძღვანელოები ხო იყო ასეთი ნაშრომები და ნუ ჩვენც ნაწილი ვიყავით მაგ იმისი ხო რომ ეს საბჭოთა სრულად წარმოუდგენელი რაღაცა კი შეიძლება თქვა რომ აი საბჭოთა არქიტექტურა ან რაღაცა ეს მაგრამ საბჭოთა კარდიოლოგია ან გინეკოლოგია წარმოუდგენელი რამე არა და იყო ეს წარმოუდგენელიც და ეს იყო ის რა კონტექსტში და რა გარემოშიც ყალიბდებოდა, ფორმირდებოდა ეს მეცნიერი იქნებოდა თუ ხელოვანი, მაგრამ კიდე ერთი მომენტი არის, ახლა რა კი ვლაპარაკობთ განსაკუთრებით აი ამ 50-იანი, 60-იანი, 70-იანი წლები, აი თუნდაც იგივე ჩემი თაობის ისა ყველაფერი რო აკრძალულია ყველაფერი რო სანატრელია იმის ბულგაკოვის საბაჩი ერთ-ერთს რო მე შეგეთქვი პრინტერები არსებობს თუ რა მერვე ასლს რო კითხულობდა დაახლოებით რო ხდები იმდენად გადაცრეცილია ეს რაღაცნაირად სხვანაირ აზროვნებასაც გაჩვევდა გარკვეულწილად შენ გამოწვევა იყო და ერთგვარად ის კრიტიკული აზროვნების ისა იმიტომ რომ მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ჩემი თაობა და ჩვენ ეს გამოვლილი რომ დღეს ვიღაცისთვის დამტკიცება გახდებოდა საჭირო რომ რუსი დამპყრობელი ხო აი ეს მომენტიც იყო იმიტომ აი ყველაფერი ორმხრივი არის და ასე სწორხაზო იმიტომაც არის ცოცხალი ორგანიზმი და ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე რომ კულტურა არის რაღაცა ერთი აი მილიარდობით ფაზლი დაშლილი და ნუ რო ფიქრობ ხა ამას რა აწყობ და იქ რაღაც ნაწილის აწყობას რო იწყებ და ისეთი დეტალები უკავშირდება ერთმანეთს და უცებ რაღაც მონაკვეთს მიიღებ კოხტას და ლამას რომ ვერაფრით ვერ წარმოგედგინა ამათი დაკავშირება როგორ შეიძლება იმიტომაც აი მართლა მუდმივად ცვალებადია მუდმივად და ერთი დეტალი ემატება მეორეს რაღაცა უქმდება რაღაცა პირიქით აქტუალური ხდება და ალბათ ესეც არის აი სიცოცხლის გარანტია. ხო ამ საბჭოთა კულტურის არქიტექტურაში თუ რა ვიცი ქირურგიულ ოპერაციაში რომელიც ალბათ საბჭოთა ქირურგია უფრო არის ვიდრე ხო საბჭოთა ქირურგია კი ბატონო კი რაზეც ლაპარაკობთ. ძალიან საცნაური მომენტი არის აი ეს საბჭოთა ათეიზმი ანუ საზოგადოება რომელიც რელიგიური იყო და რელიგია ალბათ მისი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართული მართლმადიდებლური რელიგია და ამ ქართულ მართლმადიდებლურში არ ვიცი ხა რამდენად იყო კიდევ ის დიდი მაკროსურათი წარმოდგენილი მიშიც ის რუსეთის ეწეოდა და სხვაებიც მაგრამ მაინც და უცებ ეს სხვა ტიპის წესრიგი სადაც ათეიზმი არის მთავარი ასე თქვათ რაღაცა თითქოს და
კულტურული ხაზი, რომელიც თხოვენ საზოგადოებას, ძალადობრივად თხოვენ საზოგადოებას. თავდაპირველად საერთოდ ისეთი დესტრუქციული და ტოქსიკური აქვს, საერთოდ ანადგურებენ კულტურულ ნიმუშებს. კი ბატონო. ხო? და რა ვიცი, რეპრესიული ხასიათი აქვს იმას. აი ეს ქირურგიულ ოპერაციაში რა იყოს საკმარისი, რომ ეს მაინც გამოუვიდათ და გამოუვიდა თუ არა წარმატებით, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ მათ კი არ შეუქმნიათ ჩემი აზრით ათეისტური საზოგადოება. წმინდა ათეისტური პოზიცია, ეს კრიტიკული, ასე თქვათ, პოზიცია რაღაცა რეალობის მიმართ, ეს საერთოდ სხვა განწყობის და სხვა ასე დისპოზიციის ადამიანია და ის არ შეიძლება იყოს მთელი საზოგადოება, ზოგადად ესეთი შეიძლება შესთავაზეს ერთი რაღაცა თაყვანისმცემლის ობიექტის გაუქმება და უცებ ჩაუნაცვლეს მარქსიზმი, ლენინიზმი და ახალი ხატებით. და მის რანგში აიყვანეს კი ბატონო. ამ ოპერაციაში რელიგიას სიტყვა შეიცვალა, თორე მექანიზმი რაღაცა იგივე იყო, რომელიც საზოგადოების კონტროლის მისია. არაცოდნა, არამედ რწმენა. ხო. მაგრამ ანუ სხვა ის. ხო, იგივე. ეს როგორ არის შესაძლებელი, რომ ელიტებმა მარტო ძალით შეიძლება მოახერხონ ეს რაღაცა, ანუ გულაგით შეიძლება ეს გამოვიდეს, თუ ეს ხმობა როგორ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის გულაგი დამხმარე, ოღონდ ქმედითი, საკმაოდ ქმედუნარიანი ისეთი დამხმარე ის არის. პარალელურად ზარმაზარი სისტემა იქმნება იგივე იმ აზრდის და იგივე იმ განათლების. სწორედ ის რითიც დავიწყეთ, ხო? ნიჩეზე რო ვლაპარაკობდით ადამიანური იქ ამბობს, რომ ერთნაირად სახიფათოაო ხელოვნური ნაციონალიზმები და ხელოვნური კათოლიციზმი, ხო თვითონ პროტესტანტია და თანაც ხო, ეს კათოლიციზმი, ჩავანაცვლოთ კათოლიციზმი. თუნდაც სხვა იმითი, სხვა აღსარებლობით ჩვენთვის უფრო ხო, აი ეს დაახლოებით ერთნაირად სახიფათოაო, ერთიც და მეორეცო. აი ალბათ ამ შემთხვევაში სწორედ ამასთანა გვაქვს საქმე და აი ის ხელოვნური კათოლიციზმი ჭყალებში. ოღონდ ჩანაცვლებული მართლმადიდებლობა გამოვლილი ათეიზმით. ხელოვნური, ოღონდ ხელოვნური. აი ისევ და ისევ იმ ხელოვნურ ეგრეთ წოდებულ ნაციონალიზმში თუ მოდი ინტერნაციონალიზმით იმას ვქნათ, ეგ არ იყო იდეალი. ხელოვნური ინტერნაციონალიზმი და ხელოვნური ათეიზმი. ბატონო, ეგეც თქვენი შებრუნებული ის ისა. იღებ იმას, რაც მივიღეთ საბოლოო ჯამში. და დაგიდებენ მე საბჭოთა კარდიოლოგიას, მარჯვენა მხარეს გულით. ალბათ. არ ვიცი. ახლა უკვე ჩვენ მოვედით დამოუკიდებელ საქართველოს. ჩვენი მსჯელობით. ნელა მოვედით და თან ამ როცა მოვალთ მე თანამედროვე გლობალიზაციასაც მივწვდეთ. ხო და აი ამ თანამედროვე ქართულ ნაციონალებში, ქართულ კულტურის, ანუ ერთგვარ ამოცანად იქცა აი ამ იდენტობის ისევ აღდგენა, დნმ-ის რაღაცა კოდებში ისევ დაძებნა რა არის ის ჩვენი ძველი, იმისი აღდგენა, შთაბერვა იმსულის და აი ამ ახალი კომუნისტური დანამატის როგორღაც ჩამოცილება. ეს სიტყვით ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ასე რო არ გამოვიდა, ხედავთ, ხო? ხედავთ. აი ჩვენს კულტურაში დამოუკიდებლობის შემდეგ ვინ ადგენდა რა არის ქართული? და რა არის არა. ხო, აი მანდაც სწორედ ეს ის საფრთხე არის, ჩოხით დავიწყეთ, ხო? რომ არ შეგრჩეს цаრიელი ფუტლარი. შინაარსისგან დაცლილი და არ მიიღო ამოყირავებული ასევე შინაარსისგან დაცლილი თავის დროზე შინაარსით სოციალისტური და ფორმით ნაციონალურიო და რაც მივიღეთ კი ვხედავთ, ხო? ოღონდ ახლა უკვე სრულიად ესეთი გათანამედროვებული და ფსევდო ვითომ მსოფლიო იმას მორგებული. ეს კიდე უფრო ალბათ დღევანდელ დღეს კიდე უფრო გართულებულია ეს
ამოცანა და ეს საქმე იმ მარტივი მიზეზით რაც თითქოს უნდა გიათვილებდეს, ხო, რომ ყველაფერზე წვდომა გაქვს, ასე თუ ისე, თუ ფიზიკურად თუ ისა, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხე. მაშინ მაგლა გამოკეტილიყავი, რა იყო? ძირითადად ახლა ჩემი მშობლების თაობა, ხო? ორი გამოსავალი ჰქონდათ, ან ხალხური, იქ არაფერი არ იქნება, იდეოლოგიური თვალსაზრისით და პლუს კლასიკა. ხო, ვერდის და პუჩინის ოპერა ეს იყო, ასე ვთქვათ, ის რაშიც ტრიალებდნენ და მართლა იმ თაობის მან სუზეპირად იცოდა საუკეთესოდ. და იგივე ეს მე-19 საუკუნის ევროპული თუ რუსული რომანი. აი ეს იყო ის ძირითადი ელემენტარულად იმ პერიოდში და ახლა იმიტომ ვლაპარაკობ ამას, რომ დღევანდელს რო შევადაროთ. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში თქვენ შეიძლება არც იცოდეთ, მე რა ლიტერატურა ვცოდნე ვარ, მიწევს ხოლმე ელემენტარულად ამ ცნობების კითხვა. აკრძალული იყო ნაციონალურ რესპუბლიკებში, ნაციონალურ ენაზე მე-20 საუკუნის რაღაცა ტექსტის თარგმნა, რაც ჯერ რუსულად არ იყო თარგმნილი. იმიტომ რომ ვერ ექვემდებარებოდა, ასე ვთქვათ, კონტროლს. აი ეს მუდმივი კონტროლი და კონტროლი როგორი იყო მოგეხსენებათ. უნდა, ასე არაცოდნა არამედ, აი ცოდნა რომ ვლაპარაკობთ, არაცოდნა არამედ რწმენა. უნდა ვიღაცა ჭკვიანად გამოცხადებული დეიდასთვის ან ბიძიასთვის დაგვეჯერებინა სიტყვაზე და თუნდაც ფილოლოგებს და ლიტერატურათმცოდნეებს, რომ კაფკა ცუდია, პრუსტი კიდევ უკეთესი და ჯოისი საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია და ამის წაკითხვა არანაირად არ იყო. არამც თუ საჭირო, არამედ ნებადართულიც კი. აბატონო, ეს არის სწორედ ის ცოდნა. ხო? და დღეს თითქოს, როდესაც იმიტომაც თავის დროზე, როდესაც შეიქმნა ეს თარგმნილობითი კოლეგია ოთარ ნოდიამ შექმნა, საოცარი საქმე გააკეთა. ფაქტობრივად ეს ისეთი ამოატრიალა, ძალიან ბევრი რაღაცა გაამარტივა. და დღევანდელ დღეს, როდესაც თითქოს არანაირი პრობლემა არ არის. და მე არ დამავიწყდება პირველად ეხა პრეზიდენტის სასახლე რო არის ორბელიანების სასახლეში გერმანული წიგნის გამოფენა იყო და ეს ალბომები სალვადორ დალის ალბომი პირველად მე 5 საათი ვიდექით მახსოვს მე 10 კლასში ვიყავით რიგში რომ სალვადორ დალი გვენახა წარმოდგენა არ გქონდა და ეს რაღაც მე მგონი ერთი კვირა მხოლოდ მაგაზე ვლაპარაკობდი როდესაც დღევანდელ დღეს ხო არანაირი ეს არ არის ელემენტარულად ჩახვალ და მოხატულებას მის მიერ მოხატულ ჭერს და ნახავ იმაში პერპინიანის სადგურში ხო შენია მე ალბომებზე და წიგნებზე და თუნდაც ინტერნეტზე აღარ ვლაპარაკობ. აი ეს უფრო რთულია ალბათ. ალბათ უფრო რთულია ეს რა გითხრა კანტმა ხო? რა არის განმანათლებლობა საპერეაუდე იქონიე გამბედაობა და გაბედულება საკუთარი გონება გამოიყენო. ხო, აი ის იმ გონების მეჟო რო გარჩიო ელემენტარულად. იქ ყველაფერზე რომ დანატრებული და დამშეული იყავი და ასე იოლად ვერ მოგასაღებდნენ რაღაცას. უფრო გემოვნება ცოტა უფრო პრეტენზიული იყო. ეხლა ძალიან ბევრია და მართლა ესეთის გჭირდება. უნარი განცდის, გააზრების, რა ვიცი, კრიტიკული დისტანცირების და ასე შემდეგ, რომ ავიდა კარგი გაარჩიო ერთმანეთისა. აი ამ ახალ რეალობაში, აი ჩვენი ქართული კულტურული რეალობის კონსტრუირებისთვის იყო კი უკვე ისეთი ელიტა, რომელიც აი ამ ქართულ კულტურულ პულს გრძნობდა. ჩემი დაკვირვებით
ჩემი დაკვირვებით ყველაზე დიდი ტრაგედია რაც შეგვემთხო ჩვენ დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოჩნდა ის რომ ასეთი ელიტა არ აღმოჩნდა ანუ ეს იმპაქტმას დაადასტურა რომ გვიანდელ პოლიტიკურ მოვლენებში და პოლიტიკურ რეალიებში ადამიანებმა ობიექტური კრიტიკული სიტყვა ამჯობინეს რაღაცა ჩარიცხულ პრემიას ხელფას მაგალითად ანუ ეს კრიტიკულ ასე თქვათ ობიექტურ ნარატორად არ მოგვევლინენ რომ მაგალითად ეს არის სწორი მეგობრებო არა უფრო სწორი არის კონფორმიზმი მაგალითად უფრო სწორი არის ის რომ მე პრესტიჟული მდგომარეობა შევინარჩუნო ანუ რატომ აღმოჩნდა შემდეგ ესეთი სამწუხარო ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგი აი ამ საბჭოთა რეალობამ გამოზარდა ისეთი ახალი ელიტები რომლებიც ელიტები იყვნენ ალბათ იმ ორგანულ სივრცეში რომელშიც დაიბადნენ მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში ესენი არ აღმოჩნდნენ ჩემი აზრით ორგანული ელიტები ეს თქვენ განმარტეთ თქვენებურად და ამ ელიტებს არ ქონდათ აი ეს გაგება იმ რეალური ობიექტური რეცეპტისა რომელიც ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა რომ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ მასწავლებელი ევროპა მე თარჯიმანი კი ეს ძალიან არაჩვეულებრივი ფორმულაა ხო მე რახან მე მაქვს აუდიტორია მე მერდობა უკვე ხალხი მე მაქვს ნუ ეხლა ყველას გვაქვს თითქოს ეს ინტერნეტის პლატფორმა მაგრამ მაშინ ტელევიზიის პლატფორმა ეს რაღაც ძალიან გამორჩეული პრესტიჟული შესაძლებლობა იყო მაგრამ მათ ჰქონდათ ოღონდ ძალიან იდეოლოგიზირებული ხო მაგრამ უკვე ამ დამოუკიდებელ საქართველოში შეიძლება უკვე აღარ იყოს ეს იდეოლოგიზირებული ხო დამოუკიდებელში არა ხო აი რატო არა გამოჩნდნენ ეს ადამიანები რატომ არ გამოჩნდა ახალი არ ვიცი პირობითად აქ მეტაფორული მნიშვნელობა ილია ჭავჭავაძე ხო მოდი ასე ვთქვათ არც იმ დასავლეთში არის მაინდა-მაინც დიდი დოზით იგივე ჰერმან ჰესე ან მარსელ პრუსტი ეგეც არის რა ხო არც ჯოისები არის მაინდა-მაინც ისა კი რა თქმა უნდა მსოფლიო დონის და მნიშვნელობის იმ მასშტაბს ვერ უწევს ვერავინ კონკურენციას მაგრამ რაციონალობის ანუ თვალსაზრისით ანუ კულტურა რომელიც უფრო ობიექტურად აკეთებს რეფლექსიას მიმდინარე მოვლენების ხო აი ახლა ჩვენ როცა მოვლენას თანამედროვე სამყაროს ხსნით აი ამ კულტურულ სივრცეში ჩვენ როგორი კულტურაც ხო და აი ამ ინსტრუმენტებით როგორ ხსნით სამყაროს ისეთი მტრები გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი რომელიც რომელში მტრები არ არის და ანუ ქარის წისქვილებია რა აი მაგალითად დედა ქალია კაცია ესეთი პრიმიტიული საფრთხეები რაღაც აბსოლუტურად შინაარსგან და სოციოლოგიისგან არ გამყარებული საფრთხეები ხო მაგრამ მუშაობს აი რატომ მუშაობს ესაა საკითხი ხო ესაა საკითხი აბსოლუტურად ისეთი ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა რა კარგია და ნუ ვიჩქარებთ ნაცრის საყდას იმ ევროპა მასშტაბლებელ ტიპზეა რა თქმა უნდა ტიპზე გადარჩნენ ხო ხო ეს ბობოლა ევროპული ერები რო ყველაზე შავბნელი ისა რა თქმა უნდა ჯგან კაცი იყო ჰერდერი ცაიდგაისტი რომ შემოიტანა ეს ცნება დროის სულისკვეთება ეპოქის სულისკვეთება ვერ გაიქცევი არის ყველა ეპოქას თავისი იმ ეპოქისთვის რო დაიძახა იმ კაცმა მამული ენა სარწმუნოება ის ცაიდგაისტი იყო იმ რაღაცა ხმა გაიგონა და მოიტანა ჩვენამდე და ის ყურიც მზად იყო და შინაგანი გული იყო რაც მთავარია შინაგანი ყური იყო მზად აღიქვა და გადავიდა და მართლა კიდე ერთხელ ვამბობ რომ მაგითი გვიდგას ლამის სული ხო ლამის დღემდე ხო ასე რომ დაველოდოთ ცაიდგაისტი რასიზამს ეხა ცოტა შემომწყრალია მე მგონი ხო აი ფაქტია რომ გავიხედოთ მარჯვნივ გავიხედოთ მარცხნივ
არც თუ სახარბიელო და ესეთი სიტუაცია, ხო? ისიც ხო ვიცით, რომ თავის დროზე ის ისტორიული მადლიანი საქმე არის, იმიტომ რომ ყოველთვის გეხმარება რაღაცების დანახვაში. იგივე კანტისთვის და მოზეს მენდელსონის უსაყვარლესი მონარქი და განმანათლებლობის მთავარ მფარველად და იმათ გამოცხადებული და იმ თავის რა არის განმანათლებლებაში ლამისის რო უმღერა კანტმა ფრიდრიხ დიდი. კაცი რომელიც დიქტატორად და იმათ ითვლებოდა ამ დროს ამ ადამიანმა შეუქმნა იგივე ებრაელებს სოციალური სამოთხე, როგორც ანა არენდი წეს. ხო, არ გასულა რაღაცა, საუკუნე ნახევარი არც კი და გერმანია რა სოციალური სამოთხე შეიქმნა ებრაელებისთვის, კი ვიცით. უკვე მე-19-ის მეორე ნახევარში უბედურება დაიწყო, იმიტომ მომსენიროტიროდა, რომ ამას რას მოვესწარი ჩემ სამშობლოში. ეს დაახლოებით ღმერთმა დაგვიფაროს, აი 26 საუკუნის ამ მითი რომ ვამაყობ, თვალ რომ შიგადაშიგ უკვე ისმის კიდევაც არც თუ სასიამოვნო ისა ანტისემიტისტური გამონათქვამები, ხო? იცვლება, საქმეც ეს არის. და უცებ რაღაცა რა დატრიალდება, რომელი ტალღა. აი ეს ფიზიკოსებს ეს კარგი ისა აქვთ ერთი კარგად გვადგება ჰუმანიტარებსაც ინტერფერენცია, ხო? ერთი ტალღა რო იმძლავრებს და დათრგუნავს მეორეს. და მე ველოდება რომ მისი დრო მოვიდეს. აი ეს არის სწორედ ის ინტერფერენცია, რა ეს სხვადასხვა ეპოქების, სხვადასხვა იდეების, სხვადასხვა მიმართულებების ხო, ამ წუთას ესე არც თუ შავგნელი ის არის. ხო, ქალი, დედა, მამა. არ არის ასე, გადავხედოთ იგივე იმ ამერიკას, რაც იგიჟეებს ვუყურებთ და ვისმენთ. ხო, იგივე გერმანიაში ტკიპზე. ხო, თან ეს როგორი ის არის ნიშანდობლივი, სწორედ ყოფილ გედერში ვინც თითქოს თავის თავზე გამოცადა ხო მთელი ეს წნეხი, მთელი ეს შევიწროება, ეს შტაზის ისა ჩემ დროს ერთადერთი ქვეყანა იყო გედერი, სადაც დღეს ვიღას უკვირს, სადაც სწავლა შეიძლებოდა 4 წელი გავატარე იენაში. რა წარმოდგა სწორედ ტიურინგია. ის არის ცენტრი, ამ თავარი, ამ შავგნელი, ამ მთელი ამ მიმართულებების. ესეა. არა ვართ რაღაცა ჩვენ და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ ვიცი ნამდვილად საბედნიეროდ ის რომ თლად სამართლები არ ვარ და საუბედუროდ კიდე ის რომ გლობალურად არის ბატონო ეს ის გლობალიზაცია მაგრამ მოდი ახლა ის საინტერესო ამას მოვესწარი მეც 90-იანი წლები რო გავიხსენოთ. მოვედით 90-იანი. საინტერესო 90-იანი წლები იმით არის საინტერესო რომ ჩვენს კულტურულ ნახარში ვართ. ანუ ნაკლებად ვართ კიდე ამ გლობალიზებულ ინფორმაციულ სიბრტყეებში ჩართული, არც ინტერნეტი გვაქვს, ფერი გვაქვს. მაგრამ აი ამ ასე თქვათ დროს ძალიან საინტერესო ასე თქვათ კულტურული ნიმუშები გააქტიურდა, რომელიც აი საიდან არის ეს ნიმუშები ძალიან უცნაურია, რომ არა ელიტური ასე თქვათ კონსტრუქციები, არა ინტელექტუალური კონსტრუქციები, არამედ სახალხო კულტურული ნიმუშები, რომელიც შეიძლება ითქვას ურბანული რაღაცა ქურდული გაგება თუ რაღაც ესეთი რაღაცები, რომელმაც პრაქტიკულად ეს შეიძლება ითქვას მათ შორის ხელოვნებაში, პოლიტიკაში, რა ვიცი, რაში არ გადავიდა. ყველაფერში გადავიდა. და მეორე ერთგვარი რეაქცია იმ ათეისტური საბჭოთა კავშირიდან უცებ ღრმად რელიგიური, ასე თქვათ, რეაქციიდან. ანუ ერთიდან მეორეში უცებ რეაქცია. აქ ძალიან უცნაური ცხადია ის არის, რომ აი სოციალურმა შეჭირვებამაც გამომდინარე ფაქტიდან, რომ ოფიციალური სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტები ვერ აკეთებენ საქმეს. აი რა ვიცი, მე სასამართლოს მიმართავ, შეიძლება იქითკენ
რა ვიცი, გაგზარცოს პოლიციამაც იქითკენ რაღაცა გიქნას. ანუ ესენი არ მუშაობს არაფორმალური ინსტიტუტები და პლუს ამ გაჭირვებიდან ხსნის და იმედის მოთხოვნილებამ შექმნა რელიგიურად ძალიან მოწყვლადი საზოგადოება, რომელშიც აი ეს რელიგიურობის და მათ შორის კულტურული შოვინიზმის რაღაცა პლასტები გააძლიერა, რომ ჩვენ ვიცით რომ დათბულ მდგომარეობაში, მაგრამ ადამიანის რეაქცია ეს რომ თავისი შეჭირებული მდგომარეობა არ აღიაროს და შექმნას ახალი იდეები, რომელშიც რაღაცა უპირატესობის რწმენას თუ ამ გაჭირვებაში რაღაცა აზრს რომ ხედავს. ჩვენ ეს თუ არა გვაქვს რაღაცა სხვა გვაქვს უფრო დიდი და ესეთი ნიმუშები, ანუ შეიქმნა კულტურული შოვინიზმის ნიმუშები, ახლა ძალიან საინტერესო რუკა აღმოვაჩინეთ დღეს, სოციალურ სულიდება და სამი ქვეყანა იყო, რომელიც ყველაზე მეტად მიიჩნევს საკუთარ კულტურას, აღმატებულ კულტურას ევროპაში. ერთი ბერძნები, მაგრამ იქ ხედავთ ალბათ რაღაც რაციონალურ მიზეზებს. შეიძლება ვერ შევედაოთ. ქართველები და სომხები. 99%, 85%, 84%. დანარჩენი. ჩვენ 5 ვართ, 85 ვართ, ჩვენ 85. მაგაზე საფრანგეთს 34%, ანუ რაც უფრო ინდუსტრიულია, რაც უფრო, რა ვიცი, ტექნოლოგიურია, რაც უფრო საკაცობრიო შენატანი გაკეთებული. კარგია, რომ ესახსენეთ, იმიტომ რომ მავიწყდებოდა. დაბალი პროცენტებია იქ. ანუ წარმოიდგინე ბრიტანეთმა მთელი გლობალიზაციის მთავარი არქიტექტურა შექმნეს რაღაცა 35% და რაღაცა. ანუ ეს საიდან გაჩნდა? ეს რატომ გაჩნდა? ესეთი რეაქცია რატომ მივიღეთ? ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მავიწყდებოდა. ამას თავის პრეისტორია, ეს ნაწილია ჩვენი ისტორიის, მოვდივართ. ამინდა და ალბათ იმითიც არის გაპირობებული, რომ ძალიან ბევრჯერ დამარცხება და ის ვიწვნიეთ და ეს არის ის თავშესაფარი, სადაც სულ გავბივართ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს აღმატებულობის და ქედმაღლობის და ამის დისტანციის პათოს, რასაც ეძახიან. ვერნერ ზონბარტი რო იყო ეს ეკონომისტი, კულტურის ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და რა ვიცი მე, სოციოლოგი. მის ვარს ნიკოლაუს ზონბარტს აქვს მოგონებები, ბერლინური ახალგაზრდობა, მოკლედ 30-იანი წლებია და მათი დედით ძალიან ისეთი ოჯახიდან იყო, დედამისი რუმინელია, ძალიან ელიტარული, მამა ხო რაღაც ცოცხალი ესა და მათი სახლი იყო იმ ეპოქის 30-იანი წლების და 40-იანი და 30-იანი თქვათ წლების ბერლინის აი ფრანგები კრემდელა ნაღების ნაღები და აი ამ ნაღების ნაღებში ჩვენი გრიგოლ რობაქიძე თან როგორ იყო რომ იყო დიდი გალა მიღებები და სვარეები და საღამოები და იყო აი ლამის ყოველდღიური აი უახლოესი წრე და რობაქიძე სულ ნაწილი იყო და თუ მოხდებოდა ისე რომ და ყველა მაგას სადა ვოის რობაქიძე პირველი კითხვა ეგ იყო და რას წერს რომ ნუ მოკლედ ძალიან უყვარს 80-იან წლებში გამოსცა ეს წიგნი ამ ეს მოგონებების წიგნი და ნუ ფაქტობრივადო ჩემი ერთ-ერთი ესეთი მოძღვარი იყო და საოცარი ამპარტავნება და ზევიდან მარტო რუსებს კი არ უყურებდა ჩვენცო დასავლეთ ევროპელებსო როგორც უფრო მომწიფებული უფრო ბრძენი და უფრო კეთილშობილი კულტურის წარმომადგენელიო და მისი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო რომ და ყველა რო ჩიოდა რომ დრო და სტრესი და ესისა მე სულ მუდამ მაქვს დრო ეს არის ის მსგავსობა რაც მოიტანა ამერიკულ დასავლეთ ევროპულმა მსგავსო ყოფამ აბატონ ეს არის ერთგვარი მოდი ესე ვთქვათ ერთგვარი თავშესაფარი რომ აი
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ხო, იქ აი ეს თავშესაფრების მომენტი რა გახსენეთ, ძალიან საინტერესოა იგივე საბჭოთა შემთხვევაში. ხო ვთქვით, რომ ხალხური და იგივე კლასიკა მე-19-ისა კიდე ერთი კარგი თავშესაფარი აქვს. აი იგივე თუნდაც პასტერნაკი იქნება თუ ახმადულინა თუ მე უკვე გედერის ნახევრად მოდისიდენტო ესენი თარგმანი. ხო უნდა გარდა იმისა რომ უნდა იცხოვრო, პლუს რეალიზება ხო უნდა მოახდინოს, დემონი ხო არ გასვენებს. არა და არანაირი ის არა გასაქანი ხო? და ეს თარგმანი არის საუკეთესო თავშესაფარი ასევე. მაგრამ 90-იანმა წლებმა რა კი ამაზე ჩამოვარდა საუბარი, კიდე ერთი დიდი საქმე გაგვიკეთა. ძალიან ბევრი ცუდის გარდა მართლა დაქცევის ეს ხო პერიოდი. ყველას გვახსოვს. მოიტანა ის რომ ეს სადღაც 80-იანების ბოლოდან დაიწყო, მაგრამ ყველაზე მეტად აი ის რაც ჩვენი ისეთი წარსული იყო და დაბლოკილი რო ქონდა იმავაც ახსენებელ 75 წლის განმავლობაში იმ იდეოლოგიას და იმას თანდათან იგივე რობაქიც ხო? იგივე თუნდაც უკვე სხვა კუთხით შეგეძლო, თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიაზე გეწერა და გელაპარაკა, იგივე მიხეილ ჯავახიშვილზე, რა ვიცი, და ძალიან ბევრი რაღაც რამ რაც ელემენტარულად აკრძალული და ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. აი ეს დამშე მე აღარ ვლაპარაკობ ცოტა უფრო ფართო ემითი, თუნდაც საბჭოთა ესა ხო, დოქტორ ჟივაგო შევძელით წაგვეკითხა იგივე ბულგაკოვის რაღაცები, ხო, აი ესეც მოხდა. როგორც წესი, აი მართლა ცალი ხელი ანგრევს, მეორე ხელით რაღაცა მოდის. და ის რაც მოდის და რაც კარგია, ის ილექება და სადღაც სულ ასეთი მღრია ისა, საიდგაისტი, იმის საიდგაისტია, რომ რაღაცა მომენტში ის თავისას წაგეშველება ყოველთვის. სიმდიდრეა რა. მართლა ის ნაღდის სიმდიდრეა, რომელიც არ კარგავს თავის ფასეულობას და ღირებულებას. აი, შემდეგ ჩვენ აღმოჩნდით იმ გლობალიზებულ სისტემაში და აი აქ ქართულ კულტურას ერთგვარი რეაქცია აღმოაჩნდა, ანუ უკურეაქცია აღმოაჩნდა უკვე თანამედროვე გლობალურ დღის წესრიგებზე, მაგალითად ხომ არსებობს არა ობიექტური ჭეშმარიტებები, რომელიც აი ჩვენს საკაცობრიო კულტურაში არის ჩამაგრებული, ეს არის მაგალითად ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ანუ ეს ხო არის ინტერპრეტაციის საგანი. ცხადია. ხო, თუნდაც ის აქიმცნება, ხო? რომ არის და არის. ხო, ანუ ეს ხო არის უბრალოდ შემფასებლის სუბიექტური აღქმა. კი, ცხადია, კულტურაში შეიძლება ეს ასე ვთქვათ, სინამდვილეები შემოთავაზებულია და ჩვენ როგორც სუბიექტები მის ინტერპრეტაციას ვახდით, მაგრამ ის რაღაცა ობიექტური სინამდვილეებია, ხო? და ამ ობიექტური სინამდვილეების მიღმა, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცა დღის წესრიგები, რაღაცა საკრალური რაღაცა მნიშვნელობები და აი ლიბერალიზმის დღის წესრიგი გაშდა, მე მარჯვენე, მე მარცხენე დღის წესრიგი, ახალი ცოდნები და პრაქტიკები შემოდის და ამ ცოდნებსა და პრაქტიკებზე ქართულ საზოგადოებას შეექმნა ზუსტად აი როგორც გემაინშაფტ გეზელშაფტის ორი რეაქცია. ერთი მიმღებლური რეაქცია და უშუალოდ ქალაქის საზოგადოება, როგორც ქალაქი ლოკაციას არ გულისხმობს, ხადია გულისხმობს მიმღებლობას და თქვა კულტურულ იდენტობას, რომელმაც მიიღო გლობალური იდენტობები, გლობალური პრაქტიკები. იქაც რა თქმა უნდა ერთქოროვანი კი არ არის. იქაც ზოგი მარცხენია, ზოგი მარჯვენია, ზოგი რა ვიცი, ანარქისტია, ზოგი ვინ არის, ზოგი ეს არის. იქაც მრავალი რამეა შეშლილი. და მეორე კონსერვატიული ნაწილი, რომელშიც აი ეს ობიექტური სინამდვილეებიც კი გახდა რა ვიცი, მათთვის გაგებული როგორც საფრთხე. მაგალითად, რატომ და უყო თანასწორი. მე და შენ მიქნები თანასწორი, მაგრამ აი ის იდენტობა იქ რაღაც ხო, იდენტობა, რომელიც ჩემთვის მიუღებელია მისი. ეს რატომ უნდა იყოს ჩემი თანასწორი, ხო?
მას რატო აქვს ბედნიერების უფლება ყველას არა, მას არ აქვს ბედნიერების უფლება. ანუ ის იმით არის ჩემთვის მიუღებელი, უბრალოდ არსებობს. უბრალოდ რო არსებობს, ესეთი რო არის, ჩემთვის მიუღებელი. ეხლა იქ ვიღაცა ფსევდო ვიღაცა იტყვის, რომ მე მის სწორგზაზე დაყენებას არავითარ სწორგზაზე დაყენებას არ აპირებს. თავარი არის რომ არსებობს, ეს არის მისი პრობლემა. იმ დავიფრთხე საფრთხით და ამათ მოიაზრება. ხო, ანუ ამაში არა ვართ გამონაკლისი, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ესეთი ტენდენცია აგერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქუჩის გამოკითხვები და ჩვეულებრივი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ინგლისურ ენაზე მომეტყველი. კიდევ უფრო არის, კიდევ უფრო კატეგორიული და კიდევ უფრო შეუვარი. კი, ანუ იქ ჩვეულებრივი მსგავსი ადამიანები უბრალოდ ინგლისურად მეტყველებენ წითელი რაღაცა ის კეპი, მაგა რაღაცა დევიზით, ისეთივე მონათესავე სულები. კი ბატონო. ხო. რატომ შეიქმნა თანამედროვე გლობალურ კულტურაში რაციონალების კრიზისი? Ons აქ არ გულისხმობ მე ჰარბერმანსის რაციონალობის კრიზისი, რომელიც აბსოლუტურად ჩემი აზრით არაწინასწარმეტყველური აღმოჩნდა და არ ვეთანხმები, ანუ ბევრი რაღაცა დოგმატურია, მაგრამ როგორ შეიძლება იმას უწოდო რაციონალობის კრიზისი, რაც შეიძლება იყოს ზუსტად რომ რაციონალობა. ანუ თუ კი სისტემები იმდენად დაშორდა საზოგადოებას, რომ ის რაციონალობის თვალსაზრისით თავის დღის წესრიგს ატარებს და ამიტომ ჩამოშორებული ბიუროკრატიული სისტემები გახდა ირაციონალური, არ გახდა, ეს არის რაციონალური. პირიქით, ჩვენ მივიღეთ ირაციონალობის კრიზისი, ანუ იმაში, რომ სისტემები, რომლებიც უნდა იყოს დეხუმანიზირებული, სისტემები, რომელიც უნდა ემსახურებოდეს აი კონსტიტუციის დოკუმენტით საზოგადოებას, რა ვიცი, მე დღეს ესე რაც არის რა. არა, ამით კი არ ემსახურება. რა სიტყვის აი ზუსტად ესეთი ადამიანი, მაგა თუ ჩვენთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ეს რა სიტყვის, ამის სასიამოვნო რაღაცა მოდი ხوار გავატაროთ. და მივიღეთ პარლამენტში ისეთი ნარატივები, რომელიც შეიძლება მოვისმინოთ არა ელიტურ კულტურაში, ელიტურ საზოგადოებაში. არამედ მოვისმინოთ ნიკორას მაღაზიის წინ ჩაცოცხლ ახალგაზრდებში. კი, მათზე მუშაობენ გარკვეულწილად. ეს არის ძალიან უცნაური, ძალიან ცუდი. ხო, შეფასება მხოლოდ ალბათ ამ გადასახედიდან მხოლოდ ესე შეიძლება. ალბათ კიდევ უფრო სიღრმისეული გარკვეული დროის დისტანციიდან კიდევ უფრო რაციონალურად ალბათ მოხდება ამ ყველაფრის შესწავლა და ალბათ კიდევაც სწავლობს გარკვეული დარგები და გარკვეული ასე ვთქვათ სპეციალისტი და არის კიდევაც კვლევები თუნდაც გამოკითხვების და თუნდაც იმის ხო მოდი ესე ვთქვათ ჩვენ ხო ვიცით შეფასებითი ორი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ხო და რაოდენობრივმა ძალიან დაჩაგრა ხარისხობრივი ჩემთვის ეს ხო ორჯერ ის ადრნოს და ჰორქაიმერის ესა რო გეუბნება რომ განმანათლებლობას აქვს ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილებაო ერთ-ერთი რა არის აი ის ფსევდორაციო ორჯერ 2-4-ია აქაც ორჯერ 2-4-ია ის ჩაცოცხლი მეტია ვიდრე იქით რო დგას და ბოდლერის ლექსს გეუბნება და ორიგინალში ინტერპრეტაციას გაძლევს ხო და ძალიან უხეშად ძალიან პრიმიტიულად და ძალიან მარტივად აი ეს სქემაც შეიძლება ახსნა იყოს ორჯერ 2-4-ია აი ახლა ეს და 4-ზე მეტი არიან თან ესე კი სამწუხაროდ ახლა ეს საინტერესო მომენტია ჩვენ ახან ხო აი კვანტიტატიურის და კვალიტატიურის ესა დაჯაბნა კვანტიტატიურმა მაგრამ ახლა ეგ საინტერესო ჩვენი დისკუსია დავიწყე ზუსტად იქიდან რომ განსაკუთრებულმა ადამიანებმა ხო ღვთისმიერმა ადამიანებმა რაღაცა განსაკუთრებული ცოდნის კონსტრუქციები შექმნეს ჩვენ შემდეგ ის ჩავდეთ ჩვენს კულტურული იდენტობაში, კულტურული არქიტექტურის აი ქვედა პლასტია ეს, რასაც ილია, აკაკი, ვაჟა და ასე შემდეგ, ანუ მაგრამ ის ელიტურობა ამავე დროს განაპირობდა იმასაც, რომ ტრიბუნა
რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ რაღაცა პედასტიზე აღმოჩნდე, იმდენად რთულ ფილტრს გულისხმობს, რომ იქ ვერ აღმოჩნდება TikTok-ი. ერთმანეთში რომ საუბრობენ და უშუალოდ რაღაცა, რა ვიცი, კუჩულ გარჩევაზე, ხო? ანუ ეს ფაქტი, რომ ესე იგი კულტურული კონტენტის შექმნაში უკვე ელიტები კი არ მონაწილეობენ, ტექნოლოგიამ დემოკრატიული გახადა. კი, ტექნოლოგიამ გახადა შესაძლებელი, რომ აი აქ არის უკვე ბოდრი არის ნაგვის წარმოება, არა იმ 70 წლებში თუ 70 ნაგავი არის წარმოება და მე არ ვეთანხმები, მაგრამ აბსოლუტურად წინასწარმეტყველურია. აქ არის უკვე ნაგვის წარმოება. აქ არის უკვე სიძულვილის წარმოება, როცა ჩვენ კულტურულ კონტენტს ქმნიან უკვე ისეთი ადამიანები, რომლებიც ნაგავს აწარმოებენ. ანუ არც ინტელექტუალური ღირებულება აქვთ, არც ემპირიულად შემოწმებული ტრიბუნის გაუფასურება. ტრიბუნის გაუფასურება, აი მოდი ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ ფილოსოფიურ ესეთი კარაოკე. ხო. ყველას შეუძლია კარაოკეს პრინციპი რა არის? კარაოკე მუდმივ მოქმედი კარაოკე არის, გაჩნდა ამისი აბსოლუტური განცდა და ხო, ძალიან ხშირ შემთხვევაში კი ვიღაცები მართლა ესეთ სხარტდა მოხდენილდა საინტერესო რაღაცასაც, მაგრამ ვიღაცას გაუმართლა და ნუ ლაიქების რაოდენობა ორჯერ 2-4-ია, ბატონო. დროს გაუმართლებს და იმ ტალღაზე მოკლედ იმ კარაოკეში ძალიან წარმატებული არის. ანუ ამ შესაძლებლობამ რომ თავარი არის კონტენტის შექმნაში, რა ვიცი, სახალისო იყოს, მიმზიდველი იყოს, უსხვანაირი ეკონომიკა, კულტურის შექმნას არა ის. შეფუთვა უსხვანაირი არის. ამ ახალმა მოდელმა ანუ აი ეს ამ კულტურაში შექმნა კონსპირაციული თეორიების შესაძლებლობა, შექმნა კარგად იყიდება. ხო, ძალიან ესეთი მომგებიანი თემა. არადასაბუთებული მსჯელობების შემიწოდება. ეხლა აი ადამიანებს, რომელსაც ეშინიათ ქალი კაცია, კაცი კაცია და ჰომოსექსუალიზმის ანუ ეს ხომ არც სოციოლოგიურად ნომერი 1 მშობელი, ნომერი 2 მშობელი, ხო? ეს ვარ სოციოლოგიურად შემოწმებული მტკიცება ან საფრთხე. აი პირობითად რომ ავიღოთ თუნდაც საფრთხე და პირობითად მათ ხარეზე გადავიდეთ. რა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, რა საფრთხეზე ვსაუბრობთ, რა შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, რაზე ვსაუბრობთ, ანუ გაიგივება იმ კატასტროფული სცენარის, რომ მე შენ შვილს დაემართება, რა შანსზე საუბრობ, რა კვლევითი მოდელი გათქმევინებს ამას, რომ აი მაგალითად შესაძლებლობა არსებობს, რომ შენი შვილი აუცილებლად შეიძლება ჰომოსექსუალი გახდეს. ანუ ეს ხო აბსოლუტურად შეუმოწმებელი გასროლილი მნიშვნელობებია. და ამ გასროლილი მნიშვნელობებში ძალიან უცნაური ის არის. და აი სწორედ ის შეთქმულების ისა, რომ ვიღაცები მუშაობენ მაგაზე, რომ დაგიღუპონეს შვილი და შენ თადარიგ სიჭერ, რომ ის ვიღაცები მოსპო ძირში. აბსოლუტურად სწორია და ყველაზე უცნაური ის არის, რომ ელიტური კულტურის შექმნილი საზოგადოება აკადემიური სივრცე და ეს სახალხო კულტურა. ალბათ ყოველთვის იყო ეს დაშორებული, მაგრამ აი როგორ იყო დაშორებული ეს მინდა ხე თქვენ რო განაცხადოთ. ორიც საცალკე სიბრტყეა. ერთმანეთთან დებატებში არ შედიან. ანუ რა უნდა აუხსნა ახლა მე იმას? მოდი ჩვენ აი ესეთი ახალი რაღაცა გავში და ეს ძალიან ცუდი ტერმინია, მაგრამ ალბათ ბაბლი. ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ, მოდი ერთმანეთს ველაპარაკოთ, რაზე ვისაუბროთ ახლა ჩვენ იმათთან. და ეს იმათთან და 2x2-4-ო და ისინი მეტნიერიანო და მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის რა ვიცი, რა მივიღეთ ეს რაც ხდება იმას. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ. და ამას რა გაგრძელება მოყვება, ეს ხო ყოველთვის უკვე იმას ეხა მწიფდება ალბათ პასუხი და ღმერთმა უწყის რა სახის იქნება ეს პასუხი, რომ ვინძლო ისე არ მოხდეს, რომ ეს სანატრელი გაგვიხდეს. ხო. ეხა იქ რაც ეს იმთავით ჩადებულია, ხო? როგორ დაზარალდა ისე სამჯელო სივრცე,
რომ რაც მართალია იმისი თქმა აღარ გამოდის და მსმენელი არ აქვს სიმართლეს. Zeitgeist. Ნაბატონი. მე აი როგორ ხედავ თქვენ აი აქედან ნუ პრინციპში რა ხო, მართლა რაღაც სახადივით არის თუ რა არის, არ ვიცი. რაღაცა ეტყობა თავის კანონზომიერი ის უნდა მოილიოს გარკვეულწილად. არის კაცობრიობის ისტორიაში ესეთი ირაციონალური რა ვიცი, სინამდვილის ტალღა, რომელმაც დიდი ხანი დაიკავა და მე ისევ რაციონალურმა ტალღამ. და რა შორს წავიდეთ მე-20 საუკუნის შუა პერიოდი ეს გაპრანჭული ევროპა. ხო? რაღაცა მართლა იმაზე ბეთჰოვენზე და ჰეგელზე და იმაზე რატო დაწერეს სწორედ 57 წელს ორმა გაქცეულმა ებრაელმა მათი საუბრების ის არის ხო გერმანელებს თავი გოეთეს ერი რო ეგონა უკვე кайხნის ჰიტლერის ერი იყო ხო და მართლა ეპიდემიასავით რომ მოედო მართლა ეპიდემიასავით იგივე ხო ეტყობა რაღაცა პერიოდია და რა იყო შედეგი მე რამდენი ხანი მკურნალობდა ხო დასავლეთი რამდენი ხანი და მე მგონი იმდენი იმკურნალეს რომ უკვე ახალი მოსული ხო ნიჩეს თქვის არ იყოს ყველა წამალი საწამლავიც არის ერთდროულად მეორე უკიდურესობა იმ უკიდურესობის შედეგი არის თუნდაც ეს რაც ხდება მე მაგისი უფრო მეშინია ეხლა ამას უკვე ვხედავთ მოვიდა კი და ჩვენი გასავლელია და ჩვენ თვალს ხდება და ჩვენ თავზე ხდება რა გველის ამაზე პასუხი ის ჯერ არ ვიცით ძალიან ბუნდოვანია. აი იმის უფრო უნდა გვეშინოდეს ალბათ. ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ. აი ამ სიმართლის სივრცის დაზიანება. აი ყველაზე ელემენტარული ჭეშმარიტებები გახადა სამტკიცებელი. კი. აი თქვენ ბრძანეთ აბსოლუტურად ზუსტად რუსეთი ოკუპანტია. ან რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს რატომ ხარ? ხო აი ამის მტკიცება რო ითვლება რომ ეს უფროსი თაობა ყველაზე იმათ ყველაზე ნაკლებად უნდა ჭირდებოდეს და მაშინ ეს არ იყო სამტკიცებელი აბსოლუტურად ერთიანი რა მოხდა რატომავლაპარაკდით სხვადასხვა ენაზე მარტო სიტყვებს ისე კულტურის ენასთან ვივდივართ მარტო სიტყვები გვესმის რომ მაგი და მაგი და ასკამის კამია მაგრამ კონტექსტი არ გვესმის, კულტურული კონტექსტი არ გვესმის, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. თარჯიმანი გვჭირდება ისე. და ეს გამოიწვია რაღაცა მუდმივად დათრგუნვის სერიებმა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში გვქონდა, აი ეს ამოქრა. კი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იქ მივდივართ, რომ ცოცხალი ორგანიზმია და ყოველი ღარი რაღაცნაირად თავის ისეთ მოუშუშებელ იმას ჭრილობას და დამღას უტოვებს. და მე ეს გარკვეულწილად იგივე თუნდაც თაობებზე აისახება. ასეა. და რა გველის მართლა ნახოთ. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მაგათ ვისაუბრეთ ძალიან. და მედი მაქვს რომ მაყურებელი ყურადღებით გვისმენ და ეს კარგი ინტერვიუ იყო მართლა. დიდი მადლობა. ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას, მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, ჩვენი სტუმარი ნინო პირცხალავა. ვისაუბრეთ კულტურაზე, ქართულ კულტურაზე, კულტურის განვითარების დინამიკაზე, კრიზისზე და შევხვდებით ჩვენ მომავალ კვირას იგივე ხაზზე.